ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი სავაჭრო სისტემაზე ეს არის ზუსტად შესვლის მომენტის მოძიება ბაზარზე და მისი განმეორება მუდმივად, იმიტომ რომ მუდმივობის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელი არის ნორმალურად ვივაჭროთ ბაზრებზე. მოგესალმებით, მე გახლავართ დავით ბოტკოველი და დღეს წარმოგიდგენთ ორი შესვლის მომენტს, ერთგვარ ფილოსოფიას, მოდი ესე დავარქვათ ბაზარზე, რომელიც აუცილებელია რომ თქვენ იცოდეთ. ანუ შესვლის მომენტი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და ფაქტიურად ჩვენ შეიძლება ითქვას რომ თავარი ერთ-ერთი პრობლემა ხშირ შემთხვევაში ტრეიდერებისათვის. შეიძლება ტრეიდერმა იცოდეს კარგად სად დააყენოს თეიქი, სად დააყენოს სტოპი, კონდეს თავისი რაღაც წარმოდგენა თუ როგორ ივაჭროს, მაგრამ მეორე საკითხი არის ზუსტად როგორ შეძლოს მერე შესვლა უშუალოდ ბირჟაზე. ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი უმთავრეს პრობლემად ხდება ხოლმე უშუალოდ შესვლის მომენტი. არადა თავარი არის განსაზღვროთ ის საწყისი მომენტები, ის საწყისი წერტილები, რაც აუცილებელი არის რომ გავითვალისწინოთ. პირველი მე მინდა აქ ამ ვიდეოში ორი რამ გამოვყოთ. პირველი ეს არის ფლეტში შესვლის მომენტი, მეორე ეს არის ტრენდში შესვლის მომენტი. აი აქ ზუსტად ტრეიდერთა უმრავლესობამ არ იცის რომ შესვლა კი არის აუცილებელი, მაგრამ მნიშვნელოვანია თუ სად შედის. ანუ შედის უშუალოდ მაშინ, როდესაც ბაზარი იმყოფება დასვენების მდგომარეობაში, ანუ ფლეტში, თუ შედის იმ დროს, როდესაც ბაზარი უკვე აქტიურ მდგომარეობაში იმყოფება, ანუ ტრენდში. ორივე განსხვავდება ერთმანეთისგან, ორივე შესვლის მომენტი განსხვავდება ერთმანეთისგან და შესაბამისად საჭირო არის რომ ეს შესვლის მომენტები იყოს, ასე ვთქვათ, გაყოფილი ერთმანეთისგან. პირველი და ყველაზე უმნიშვნელოვანესი არის რომ როგორი ტიპი ხართ თქვენ თვითონ, ანუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. რა გირჩევიათ თქვენ? გირჩევნიათ ის რომ შეხვიდეთ მაშინ, როდესაც ბაზარი სტაბილურ მდგომარეობაშია, ანუ ფლეტში არის, თუ გირჩევნიათ მაშინ შეხვიდეთ, როდესაც ბაზარი აქტიურ მდგომარეობაშია. იმ შემთხვევაში თუ გირჩევნიათ შეხვიდეთ მაშინ, როდესაც ბაზარი სტაბილურ მდგომარეობაშია, თქვენ უნდა შეხვიდეთ ერთი პრინციპით. და თუ გირჩევნიათ მაშინ შეხვიდეთ, როდესაც აქტიურ მდგომარეობაშია, მაშინ შეიძლება შეხვიდეთ აბსოლუტურად სხვა პრინციპებით. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად ეს მომენტები, რომ ჯერ ეს ერთი უნდა განსაზღვროთ, ფლეტი რა არის, ან ტრენდი რა არის, იგივე კორექცია რა არის და შემდეგ უკვე გადადგათ ნაბიჯი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ შედიხართ ფლეტის დროს, აქ შეიძლება გამოყოთ ორი ვარიანტი. პირველი და მნიშვნელოვანი დეტალი ეს არის, რომ რას ნიშნავს თქვენთვის ფლეტი. ანუ თქვენ აუცილებლად უნდა შეძლოთ რომ თქვათ, რომ ესა თუ ის მოძრაობა არის ან ტრენდი, ან ფლეტი. აი მაგალითისთვის ჩვენ გვაქვს აქ შვეიცარიული ფრანკი, დოლარის წინააღმდეგ და ჩვენთან ეს არის ვთქვათ მოძრაობები, რაღაც მოძრაობები და შესაბამისად ამ რაღაც მოძრაობებში ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ რა არის ფლეტი და რა არის ტრენდი. ტრენდი არის ის მომენტი, როდესაც ბაზარი აი ესე მოძრაობს, ხო? შესაბამისად ამისთვის გამოიყენება სხვა შესვლის მომენტები, მაგრამ ჩვენ ამაზე ცოტა ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ და რაც შეეხება ფლეტს. ფლეტი არის მომენტი, როდესაც ბაზარი ისვენებს. ანუ ბაზარი, როდესაც იმყოფება ორ მნიშვნელოვან ხაზს შორის, ესე ვთქვათ. წინაღობის და მხარდაჭერის დონეებს შორის. მოდით გამოვყოთ, ხო? აი მაგალითისთვის. აი ეს მთელი არეალი. არის თუ არა ეს ფლეტი. ჩემი გამოცდილებით მე შემიძლია გითხრათ, რომ აი ეს არის ძალიან კარგი ფლეტი. რა თქმა უნდა, ამ ფლეტს გააჩნია თავისი გადაცდომები, კონკრეტულად თქვენ ხედავთ ამ გადაცდომებს, აბატონო ეს მომენტი, აბატონო ეს მომენტი, გვერდით და ასე შემდეგ. ისევე არის ქვევით.
თუმცა შემიძლია ვთქვა აქ, რომ ეს გადაცდომა არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი უშუალოდ ფლეტის დროს და ამიტომ მე მთლიან ამ დიაპაზონს არასდროს არ გამოვყოფ ხოლმე. გამოყოფა ხდება უშუალოდ იმ ფასების, რომელიც ხშირად მეორდება და შესაბამისად მე უშუალოდ კლასიკური ეს ორი ფასის ორ ფასს შორის მოქცეული მოძრაობა მრჩება. როგორც ხედავთ, ხო, მე თუ გავზრდიდი ამ ესე ვთქვათ ფლეტს აი ესეთ საზღვრებამდე, ფაქტიურად ზედა ფასი მხოლოდ ერთხელ ზედა ფასამდე ბაზარი მხოლოდ ერთხელ მივიდა. ისევე როგორც გავზრდიდი ქვედა საზღვრამდე, ხო? ნუ კი, გასაგებია რომ ეს შეიძლება კლასიკურად ასე იყოს, მაგრამ რეალობაში თუ გადავხედავთ ჩვენ ბაზარს, ხო, ჩვენ მივხვდებით რომ ქვედა ფასი ძალიან მყარი არის ეს მინიმუმი, იმიტომ რომ ამის ქვეშ ბაზარი ვერ ავითარებს მოძრაობას და საკმაოდ მყარი არის ეს მაქსიმუმი, იმიტომ რომ ამის ზევით მიუხედავად ცდელობისა, მაინც არ ვითარდება მოძრაობა. აი ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ხო? ჩვენ საიდან უნდა ვივაჭროთ? ერთი არის დავადგინეთ ფლეტი რაც არის. მეორე მომენტია საიდან უნდა ვივაჭროთ? საიდან უნდა ვივაჭროთ და რა თქმა უნდა ფლეტის საზღვრებიდან. ეს კონცეფცია, ანუ ფლეტის საზღვრებიდან ვაჭრობა, აბსოლუტურად განსხვავდება ტრენდში ვაჭრობის კონცეფციისგან და აი მიხვდებით უკვე რატომ უნდა გამოყოთ ეს ორი ვარიანტი, რომელში უნდა ივაჭროთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფლეტში როდესაც ვაჭრობთ, ყველაზე კარგია ივაჭროთ უშუალოდ საზღვრებიდან და აქ შეიძლება გამოიყენოთ ისეთი მომენტი, როგორიც არის მაგალითად იგივე ტაიმფრეიმზე, ანუ დღის ტაიმფრეიმზე ვარ მაგალითად, ხო მე და გამოვიყენო ამ ტაიმფრეიმზე მაგალითისთვის სანთლების კომბინაცია. ან გამოვიყენო კიდეც სრულგარღვევების კომბინაცია. ან მაგალითისთვის გამოვიყენო არა იგივე ტაიმფრეიმი, ან გადავიდე დაბალ ტაიმფრეიმზე, მაგალითად 4 საათიან გრაფიკზე, ან საათიან გრაფიკზე არა აქვს მნიშვნელობა და გამოვიყენო ისეთი რამ, როგორიც არის ბაზრის მოტრიალება, ხო? ფრაქტალურად ესე ვთქვათ, ჩამოვიდე დაბალ ტაიმფრეიმზე და გამოვიყენო ბაზრის მოტრიალების კომბინაციები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ უამრავი რამე შეიძლება აქ გაკეთდეს. თავარი არის აქ, ანუ ამის ფილოსოფია რატო ვთქვი, ხო? თავარი არის აქ ერთი რამ, რომ თქვენ გქონდეთ მხოლოდ ერთი არჩეული ვარიანტი. ანუ თუ ფლეტში ვაჭრობთ, ხო, ივაჭროთ ასე. და ამის წინ გქონდეთ არჩეული, სად გინდათ ივაჭროთ. ანუ ფლეტში გინდათ ივაჭროთ, თუ ტრენდში გინდათ ივაჭროთ. ფლეტი მხოლოდ დღის გრაფიკზე არ არსებობს. აი ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, რომ მხოლოდ დღის გრაფიკზე არ არსებობს, ფლეტი არსებობს ყველა ტაიმფრეიმზე. 4 საათიანზეც, 1 საათიანზეც, ასევე თვის და კვირის გრაფიკებზე. მაგალითისთვის რო ავიღოთ იგივე დოლარი შვეიცარიული ფრანკი, ძალიან კარგი ესეთი წლების განმავლობაში, 2 წლის განმავლობაში იყო ეს ფლეტი, აი ეს ფლეტი ზუსტად არსებობდა. აქაც, რა თქმა უნდა, არ ვავლებ ხაზს გარკვეულ ფასებზე და ვავლებ ხაზს იმ ფასებზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი უშუალოდ ამ ფლეტისთვის. და ხედავთ, რომ 2023 წლიდან 2024 წლის ბოლომდე ეს ფლეტი იყო ძალიან აქტიური და შესაბამისად ძალიან კარგად ივაჭრებოდა ამის შიგნით. ასევე აქაც, ხო, შეგვიძლია გამოვიყენოთ ანალოგიური ვარიანტები ვაჭრობისა და შესაბამისად შევიდეთ პოზიციებში ესე. მაგალითად, იგივე თუნდაც რომ ავიღოთ მაგალითად იგივე სანთლების კომბინაცია. აი აქ არის მშვენიერი პინბარი, ან მაგალითად აქ არის ესეთი ვარსკვლავის სანთელი და ასე შემდეგ, ასე. უამრავი ტიპის კომბინაცია შეიძლება იყოს გამოყენებული, ასევე ერთგვარი ეს ჩამოფარებას ეძახიან ამ სანთლის კომბინაციას და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი არის ჩვენთვის, ხო, შევედით პოზიციაში, მეორე არის ჩვენთვის სად დავაყენოთ take. Take ძირითადად ყენდება ხოლმე მეორე საზღვართან, ანუ მე თუ შევალ სადღაც აქ ბაზარზე, რა თქმა უნდა, ჩემი take უნდა დადგეს აქ. აღწევს თუ არა ხშირად ბაზარი ამ საზღვრებს, მე მინდა გითხრათ, რომ აღწევს, ხშირად აღწევს ამ საზღვრებს და შესაბამისად
შეგიძლიათ ეს თქვენ თვითონვე დარწმუნდეთ თუ გადახედავთ ისტორიას. სტოპი სად ყენდება? რა თქმა უნდა, სტოპი ყენდება ცრუ გარღვევების ზევით, ანუ ამ საზღვრის იქით. ზედა ფასის ზევით, ქვედა ფასის ქვევით. გააჩნია უკვე რა მიმართულებითა ვართ შესული. და აქვე მიმართულებას რაც შეეხება, ფლეტი არის ფაქტიურად ერთადერთი ვარიანტი, სადაც შეგვიძლია შევიდეთ ორივე მიმართულებით, როგორც ბაის მიმართულებით, ისე სელის მიმართულებითაც. და ამ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს აზრი რომ ვუყუროთ ტრენდს. რომ ფლეტი არის ერთგვარი დაგროვებითი მომენტი და შესაბამისად ბაზარს მანამდე ათრევენ ამ ფლეტში, სანამ ესე ვთქვათ ბოლომდე არ დააგროვებენ. ასე რომ ფლეტში მუშაობა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის, ზუსტად ის რომ ვიმუშაოთ ორივე მიმართულებით. ახლა რაც შეეხება ტრენდებს, აი აქ უკვე გვხვდება სამი ვარიანტი, შესulis სამი ვარიანტი. შეიძლება კი, რა თქმა უნდა, რამდენიმე კიდე დავამატოთ, მაგრამ ფაქტი არის, რომ სამი ვარიანტი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ტრენდის დროს ვიყოთ შესული ბაზარზე. პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის, რომ როდესაც ბაზარი ავითარებს ტრენდს, ერთი წამით, როდესაც ბაზარი ავითარებს ტრენდს, მაგალითად, ამ მომენტს, ხო? ბაზარი მოდის ქვევით. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შევიდეთ კარგი ფასით. ახლა სად მდებარეობს ეს კარგი ფასი, ხო? კარგი ფასი ყოველთვის მდებარეობს კორექციებში. შესაბამისად, ჩვენი ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, სამუშაო უნდა იყოს გაწეული იმისთვის, რომ ჩვენ შევიდეთ კორექციებში. კორექციებში რა უნდა დავინახოთ? პირველი, ეს არის, რომ ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ მაშინ, როდესაც დავინახავთ კორექციის მყარ ფასს, ანუ ძლიერ ფასს კორექციაში. მეორე, ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ მაშინ, როდესაც ხდება ფრაქტალური მოტრიალება, როგორც თქვით, უშუალოდ ფლეტთან დაკავშირებით. და მესამე, ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ მაშინ, როდესაც დავინახავთ, რომ ბაზარი გაარღვია ტალღის მაქსიმუმი ან მინიმუმი. ხლა თქვენთვის რომ ეს ყველაფერი გასაგები იყოს, მაგალითისთვის დაბალი ტაიმფრეიმის შედარებით და ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითისთვის აქ ბაზარმა განავითარა ძალიან ძლიერი ფასი, ეს ნავაჭრი გვაქვს, ბევრს და კარგად გვახსოვს შვეიცარიის ფრანკის ესეთი ვარდნა, ბაზარმა განავითარა ესეთი ძლიერი მყარი ფასი, ზედა ფასი, შესაბამისად ჩვენ შეგვეძლო შევსულიყავით პოზიციაში. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი, როგორც გითხარით, ხო, ფრაქტალური, ანუ ჯერ პირველ რიგში ბოდიშით, აქ ჩვენ შეგვიძლია ესეთი ვარიანტები ყოველთვის არ ვნახოთ, ვნახოთ სხვადასხვა ვარიანტები, ხო, მაგალითად, ეს ვარიანტი, ასევე მყარი ფასი. მაგალითად, აქედანაც შეგვეძლო შევსულიყავით სელზე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მეორე მომენტი ეს არის ფრაქტალურად ბაზრის მოძრაობა, ანუ ჩვენ ვუყურებთ უშუალოდ ბაზარს, როგორც ესე ვთქვათ, ფრაქტალურ მდგომარეობას ბაზრისას და შესაბამისად მე შევდივართ პოზიციაში. მაგალითისთვის, ანალოგიურად, აქ როდესაც მყარი ფასი გაჩნდა, ასევე ჩვენ გქონდა მინიმუმების გარღვევა და შესაბამისად ჩვენ შეგვეძლო ამ მინიმუმების გარღვევის შემდეგ აღმოგვეჩინა შესulis მომენტები და შევსულიყავით პოზიციაში, მაგალითისთვის აქ სადღაც შევსულიყავით სელზე. ანუ როდესაც ბაზარი მინიმუმებს გადალახავდა, დაგვანახებდა ზედა ფასს, უკვე შევსულიყავით სელზე. ან ამოგვერჩია სხვა რომელიმე ვარიანტი. და მესამე მომენტი, შესulis მესამე მომენტი ეხება უშუალოდ ტალღის მაქსიმუმის ან მინიმუმის გარღვევას და აქაც გვაქვს ორი ვარიანტი. ანუ ტალღის მაქსიმუმის ან მინიმუმის გარღვევა რას ნიშნავს? მაგალითად, ნიშნავს ჩვენ გვაქვს ეს ტალღის დასასრული და აქ, არ არის რა თქმა უნდა ესეთი სუფთა სურათები, რაღაცეები, თუმცა საკმაოდ კარგი სურათიც გამოჩნდება. ნიშნავს ამას, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი ტალღა გაჩერდა, ბაზარმა გააკეთა კორექცია, ბაზარი მოდის ქვევით და ბაზარმა გაარღვია ეს ტალღა.
აქ არის ორი ვარიანტი, ეს ტალღის მინიმუმის გარღვევა მოხდა. პირველი, შევდივართ მაშინ, როდესაც სანთელი დაიხურება ტალღის მინიმუმის, ამ შემთხვევაში მინიმუმის, რა თქმა უნდა, გარღვევის შემდეგ. ან მეორე, ყველა ვარიანტში გადავდებ ორდერს და გაარღვევს, ცრუ გარღვევა იქნება, არ იქნება ცრუ გარღვევა, დაიხურება, არ დაიხურება, ეს არ მაინტერესებს, პირდაპირ შევდივარ პოზიციაზე. ეს ვარიანტიც, ესე ვთქვათ, მისაღებია უშუალოდ ვაჭრობის დროს და ამ ვარიანტს გააჩნია ორივე ვარიანტს, ხო, აქ გადალახვაზე და ასე შემდეგ, ამ ვარიანტებს გააჩნიათ ერთი დიდი უდიდესი მინუსი. სტოპ-ლოსი არის ძალიან დიდი. ნუ ამ შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში უფრო სწორედ, სტოპ-ლოსი იდება კორექციის ბოლოს. აი ეს არის ძალიან ცუდი ვარიანტი. ან შესაძლებელია დაპატარავება სტოპ-ლოსის, თუმცა აქ ხდება ისე ხოლმე ხშირად, რომ ესე ვთქვათ, ბაზარი ამ პატარა სტოპ-ლოს იღებს და მერე აგრძელებს ტრენდის მიმართულებით სვლას. ასევე აი მაგალითისთვის იგივე ფლეტის მომენტი მინდა რომ განვიხილოთ უშუალოდ ფუნტი დოლართან დაკავშირებით. შესაბამისად, კვირის გრაფიკი, ასევე მაქსიმალური ფასები, ასევე მინიმალური ფასები, მიმდინარე სიტუაცია, იმიტომ მოვნიშნე ზუსტად. რას ვხედავთ აქ, ხო? ბაზარი კვლავ მივიდა, ასე ვთქვათ, ფლეტის მაქსიმალურ საზღვართან, შეგვეძლო თუ არა შესვლა. რა თქმა უნდა, შეგვეძლო უშუალოდ შესვლა. შეგვეძლო, იმიტომ რომ ბაზარი იმყოფება ფლეტის მაქსიმუმთან, არის დაგროვებითი მომენტი, არ არის გამორიცხული, რომ ბაზარმა იაროს ფლეტის დაღმავლობაში ფლეტის მინიმალურ ფასამდე. ანუ, აი უშუალოდ ამ დონემდე. ასე რომ მეგობრებო, აი ეს ორი მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ვაჭრობის დროს, ანუ ეს ორი შესვლის მომენტი, ხო? კიდე არის რამდენიმე, რასაც შემდეგ ვიდეოებში განვიხილავთ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ უნდა გამოყოთ ეს ყოველთვის, ეს ორი მომენტი ყოველთვის უნდა იყოს გამოყოფილი და უფრო დაასტაბილურებს ეს თქვენ ვაჭრობას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ტრეიდერი ვაჭრობს როგორ? ყველანაირ ფორმაციას ვაჭრობს, ბაზარი ფლეტში იმყოფება, ტრენდში იმყოფება, საერთოდ არ აინტერესებს. და ყოველთვის ვაჭრობს ტრეიდერი ყოველთვის ერთი და იგივე ვარიანტით. ესე არ შეიძლება, რა თქმა უნდა. თუ თქვენ ტრენდის ტრეიდერი ხართ, კიდე ერთხელ, თუ თქვენ ისეთი ტიპაჟი ხართ, რომელსაც მოსწონს ტრენდში ვაჭრობა, მაშინ უნდა ივაჭროთ იმ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთით, რომელიც გითხარით. თუ თქვენ ფლეტის ტრეიდერი ხართ, ანუ უფრო სტაბილურობაში გიყვართ ვაჭრობა, შეგიძლიათ ივაჭროთ იმ ორი ვარიანტიდან, როგორც გითხარით, ხო? ან ფრაქტალურობიდან, ან იგივე, თქვათ, სიტყვაზე ავიღოთ სანთლების თეორიიდან და პლუს შეერთებით, ამ სანთლების თეორიის და ბაზრის, თქვათ, მაქსიმალური, მინიმალური ფასის შეერთებით, ხო? ეს ვაჭრობები სად გამოიყენება, სად შეიძლება გამოიყენოთ? ყველა ნებისმიერ ბაზარზე. იქნება ეს ფორექსის ბაზარი, იქნება ეს საფონდო ბაზარი, იქნება ეს კრიპტო ბაზარი, არა აქვს ამას მნიშვნელობა. სადაც გნებავთ, იქ გამოიყენეთ. ყველგან ერთი და იგივენაირად შეგიძლიათ ივაჭროთ. მოკლედ, სულ ეს არის, რაც მინდოდა მეთქვა, ყველას გისურვებ წარმატებულ ვაჭრობას, თუ მოგეწონათ ვიდეო დამილაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და კიდე სხვა მრავალი ვიდეოები საინტერესო იქნება დადებული ამ არხზე. ყველას წარმატებული ვაჭრობა.